მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო გამომწერებო. დღეს ვნახავთ ეს გოგოებმა და ვნახოთ გამოათვალა ეს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან კონტაქტზე თუ თქვენ და გახვიდეთ შევხედოთ. ჩავიფიქრეთ პიროვნებები. რიგში ვნახოთ როგორი ხარ მისთვის. ხმლების დედოფალი ხარ. ძალიან მტკიცე მიზიდულობა გაქვთ, ემოციური კავშირი გაქვთ, გრძნობს სიახლოვის სურვილს, გრძნობს რომ ძალიან ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი ხართ, ძალიან აზრიანი ადამიანი ხართ, ძლიერი და სადღაც ეს ადამიანი ვიტყოდი რომ თქვენი სიგნიფიკატორის ნიშნულობით ვეღარ გებრძვის, ასე ვთქვათ. შეხედეთ, ეს ან მესამე პირია, ან თქვენ ხართ მისთვის შთაგონების, იმედის, პოზიტიური ენერგიების წყარო. ვინაიდან მეგობრებო ჩვენ ვართ აქ ბევრნი, ხო, ვინც იცით ვიმეორებ, რომ ეს არის მესამე პირი, მაშინ გაშლა რეზონირდება თქვენთვისაც, მაგრამ ვისაც არ ყავს მესამე პირი, ადამიანი გხედავს როგორც მნიშვნელოვან ადამიანს, რომელიც მას აძლევს სულიერ კომფორტს, ან აძლევდა ახალ გზას ხედავდა თქვენთან ერთად. და თქვენ იყავით მისი სამყარო, ანუ სადღაც მისი სიმშვიდეც. ცით რას გეტყვით, ორივე ვარიანტში მეგობრებო ამოვიდა უკვე პიროვნება თქვენი. პიროვნება, რომელიც ემოციურად ძალიან ახლოს დგას უკვე აი ამ ყურმილთან, რომ აკრიფოს თქვენი ნომერი ან სადარბაზოსთან, სადაც უნდა მოვიდეს ან თქვენ სამსახურთან, შესაძლოა, ანუ ძალიან ახლოს დგას უკვე თქვენთან. ერთ ვარიანტში იქნება ასე ძვირფასებო, აღარ იქნება პასიური კონტაქტზე, ძალიან მალე გამოვა, ჩავიფიქროთ ამ პიროვნებაზე და ახლა ვიტყვი მათთვის, სადაც მესამე პირია ძვირფასებო, სადაც მესამე პირის განდეგილშია ძვირფასებო, თქვენ შეიძლება დაქალსაც უყუროთ სხვათა შორის აი ამ გაშლიდან, სადაც მესამე პირია, მაგალითად მას ჯერ არ შეუძლია გამოხატვა თავისი ინტერესის, პასიურობს, უფრო ფიქრებშია, ვიდრე მოქმედებაში და ძალიან გთხოვთ არ დაწეროთ ახლა აი ნეგატიური გაშლა, არაფერი ნეგატიური გაშლა არ არის, გიხსნით რა, როდის, რანაირად ამოვა, რადგან გაშლამ დაგიძახა, აღმოჩნდი გაშლაზე, ესე იგი გაშლა უკვე შენია, ნეგატიურია თუ არა, თუ უყურებ მაგაშლას და ვინც უყურებს, საერთოდ უნდა ასე თქვათ, ალაიქებდეს გაშლებს, რა, იმიტომ რომ ლაიქი თავისებურად არის გადახდა. არაფერი უანგარობა არ ვარგა არსად. ხო. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, თუ პასიური არ არის ეს ადამიანი და არ არის პასიური, იმიტომ რომ არ არის მესამე პირთან, მაშინ ძალიან მალე უნდა ელოდოთ მას და ეს გამოძახებაც როგორც ჩანს ჩვენი გამოვა, რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენ შორის. მისთვის ძალიან საინტერესო ნაზი ადამიანი ხართ, პიროვნება, გრძნობები აქ ნამდვილად ფიქსირდება, ემოციური კავშირი არის, შიში არის დაკარგვის პიროვნების, მამაკაცი ხართ, ქალბატონი ხართ, მას მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი კონტაქტზე გამოვა და თქვენი ნაბიჯი საჭირო ნამდვილად არ არის. თქვენ ერთად იქნებით, როგორც ჩანს. ეხლა მოდით ვნახოთ მათთვის, ვინც 100%-იანი იცით, რომ მანდ არის მესამე პირი, რა ხდება მათთან. მათთან კარმული გაკვეთილია ბევრთან ბავშვი, ბევრთან
უკვე დაწყებული ტრანსფორმაცია, დაწყებული უკვე განულების ტრანსფორმაცია. მან პიროვნება მეორე მხარე უფრო დაინტერესებულია ვიდრე ეს ადამიანი. იცით, თითქოს ვალდებულია იყოს იქ, სადაც არის, მაგრამ არა გრძნობა, არა ემოცია, არა ინტერესი და არა კომფორტი, ვიტყოდი. გამოათვალე ეს პიროვნება თქვენთან. ამას სჭირდება, როგორც ჩანს, თქვენი კონტაქტი, დაპატიჟება. მას სჭირდება, რომ თქვენ გახვიდეთ მასთან კონტაქტზე და შეახსენოთ. ასე ვთქვათ, თავის შეახსენოთ, ხვდებით. არ ვიტყვი, რომ არ ახსოვხართ, მაგრამ რატომღაც ვერ ბედავს. სულ რომ კონფლიქტური ენერგიები გქონდეთ აქ, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ იქ რა ხდება იმ კონფლიქტურ ენერგიებში. ხალხი არ ცხოვრობს, ან არ ხვდება ერთმანეთს, უბრალოდ არსებობენ. მაგრამ მაინც ერთად არიან, ან ბავშვების გამო, ან ეშინიათ მორიგე კრიზისის, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდნენ. ძალიან ნეგატიური აზრები, ბევრი ნეგატიური აზრი ტრიალებთ მათ შორის, იმედგაცრუება და საერთოდ უკვე დაწყებულია პროცესი ურთიერთობის განულების. სხვათა შორის კი. ვერ ხედავენ თავიანთ მომავალს ერთად. თქვენ შემთხვევაში კი ძვირფასებო, როგორც ჩანს, ძალიან მალე ყველაფერი დაალაგდება. შეცდომები, რა თქმა უნდა, მისი დაშვებული შეცდომები მან აღიარა და მიხვდა, სად მართალი იყო და სად არა. წარმატებები ძვირფასებო.